დონალდ ტრამპის გულმხურვალი მხარდამჭერის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობა ათასობით ადამიანის თვალწინ. ამერიკელები 33 წლის ჩარლი კირკის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. რა მოხდა 10 სექტემბერს და როგორ მოკლეს კონსერვატორი აქტივისტი? ახლა ავთო ეკრანზე ამ ყველაფერს დეტალურად გვაჩვენებს. 10 სექტემბერს იუტას შტატში იუტაველის უნივერსიტეტის ეზოში დაახლოებით 12 საათსა და 23 წუთზე გაისმა გასროლის ხმა. მანამდე კი ჩარლი კირკი სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა. ღონისძიებას დაახლოებით 3000 ადამიანი ესწრებოდა. კირკი სცენაზე იდგა. ჩვენ ახლა ვხედავთ მის 3D ვიზუალიზაციასაც. პასუხობდა ის მსმენელის შეკითხვას. კამპუსის ტერიტორიაზე კი როგორც აქ ჩანს, არაერთი შენობა იყო, თუმცა მკვლელმა გასროლისთვის სტუდენტური ცენტრის შენობა შეარჩია. კონკრეტულად კი სახურავის სამხრეთი კუთხე, საიდანაც კარგად ჩანდა სცენაც და აუდიტორიაც. 22 წლის ტაილერ რობინსონმა დაახლოებით 150 მეტრიდან ისროლა. ჩარლის დაახლოებით 20 წუთის დაწყებული ჰქონდა ლაპარაკი და სწორედ აი ამ დროს მოხდა გასროლა. თქვენ ახლა ხედავთ ზუსტად აი ამ ვიზუალიზაციას, აი ამ სცენის. ტყვია კისრის არეში მოხდა. მას სისხლდენის შემდეგ კი წამებში სცენაზე დაეცა. აუდიტორია ბუნებრივია პანიკა მოიცვა. კირკი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასროლის შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გაიქცა თავდამსხმელი ამ ტერიტორიიდან და დამნაშავე პოლიციამ დაახლოებით 33 საათში დააკავა. ნათია ჩეხერია უერთდება კურიერი პიესის სტუდიას ახლა და მასთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ნათია, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ნათია, დადასტურებულია, რომ 22 წლის ტაილერ რობინსონი მარტო მოქმედებდა. სად, როგორ და რა ვითარებაში დააკავეს სამართალდამცველებმა ბრალდებული და რა ვიცით ზოგადად მოტივის შესახებ? ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი ოჯახმა ჩააბარა გამოძიებას. ტაილერი ახლა დაკავებულია, თუმცა ის არ საუბრობს, დუმილის უფლებას იყენებს შესაბამისად. თვითონ არ საუბრობს მოტივზე, თუმცა ვერსიებზე საუბრობენ მისი ოჯახის წევრები და ასევე მისი ტრანსგენდერი პარტნიორი. ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა გამომძიებელს უთხრეს, რომ 10 სექტემბრამდე, ანუ ამ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ტაილერი მივიდა ოჯახში, სადაც ივახშმა და ისაუბრა ჩარლი კირკსაც. ასევე მან თქვა, რომ ის იყო სიძულვილით სავსე, არცელებდა ამ სიძულვილის მესიჯებს, შესაბამისად მას არ მოსწონდა ჩარლი კირკი და ასევე ახსენა, რომ ის აპირებდა იუტაველის უნივერსიტეტში ჩასვლას. ზუსტად ამიტომ ფიქრობს გამოძიება, რომ მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური და ჩარლის შეხედულებები. კიდევ ერთი ფაქტი, რაც გამოძიებას აფიქრებინებს, რომ ეს მკვლელობა იყო პოლიტიკური, არის ის ტყვიები, რომელიც აღმოაჩინეს შემთხვევის ადგილზე, მას გრავირებული ჰქონდა წინასწარ ტაილერს ვაზნებზე სხვადასხვა ფრაზა, როგორიც არის მაგალითად ჰეი ფაშისტო, დაიჭირე, ბელაჩაო და ასე შემდეგ. ასევე უახლესი ინფორმაცია გავრცელდა ახლა Fox News-ის მიერ, რომელმაც თქვა, რომ ტაილერ რობინსონი იუტაში ცხოვრობდა თავის ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად, რომელიც ეთანამშრომლება გამოძიებას და რომელმაც არაფერი არ იცოდა ამ თავდასხმის შესახებ. ნათია, ჩარლი კირკი დონალდ ტრამპთან საკმაოდ დაახლოებული ადამიანი იყო. ის იყო მაგას მოძრაობის ერთ-ერთი სახე და მეტის ბევრმა ახალგაზრდამ სწორედ დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი მის გამო. ცნობილია მისი პოზიციაც, შენც ისაუბრე ნაწილობრივ ამ თემაზე. არაერთ საკითხთან დაკავშირებით ის ხვდებოდა სტუდენტებს, მართავდა დებატებს, ესაუბრებოდა ხალხს რწმენაზე, გენდერულ იდენტობაზე, მიგრაციაზე და სწორედ ამის გამო მისი შეხედულებები ხშირად ძალიან ისეთი ცხარე კამათის საგნადად იქცეოდა. დიახ, და არაერთგვაროვანი შეფასებები იყო ამ მკვლელობის ირგვლივ, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ საქართველოშიც. ნათია, ვინ რა თქვა ახალგაზრდა კონსერვატორის მკვლელობაზე და საინტერესოა თავად დონალდ ტრამპის პოზიციაც და გამოხმაურებაც. კი, ამ შემთხვევას გამოეხმაურნენ როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა საქართველოშიც. თქვეს, რომ დემოკრატიაში მსგავსი თავდასხმების ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც გავრცელდა სოციალურ ქსელში ესეთი დამცინავი შეფასებები კონსერვატორის მკვლელობასთან დაკავშირებით, რაც მკაცრად დაგმო ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალურად განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მკვლელობის შექების, გამართლების ან აბუჩად აგდების ფაქტებს მკაცრი რეაგირება მოყვება ადმინისტრაციის მხრიდან. როგორც ჩანს, ეს მკაცრი რეაგირება არ იქნება მხოლოდ ამერიკაში, არამედ ამერიკის ფარგლებს გარეთაც, რადგან სახტების პრეს-სპიკერმა ასევე მოუწოდა საკონსულოებს შესაბამისი ზომები მიიღონ ამერიკის
ფარგლებს გაკეთებული მსგავსი განცხადებების ავტორების წინააღმდეგაც და ეს ზომები არის ძალიან მკაცრი, საუბარია დეპორტაციაზე, ასევე ვიზებზე უარის თქმაზეც. ჩარლი კილკირის მკვლელობას რა თქმა უნდა საქართველოშიც გამოეხმაურებდნენ და რა თქმა უნდა შეფასებები იყო სხვადასხვაგვარი, ასევე ვნახეთ ცინიკური შეფასებები სხვადასხვა ოპოზიციური აქტივისტების მხრიდან, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან, რაც ქართულმა ოცნებამ შეაფასა როგორც ლიბერალური ფაშიზმი და მართლმა ძალამ პოლიტიკურ წრეებში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაგმა. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართული ლიბერალ ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ ფაშისტი არის აბსოლუტურად ერთნაირი, გარეგნობითაც კი გვანან ერთმანეთს შესაბამისად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება, ამას ემსახურებოდა გამჭრელობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. სიძულვილის ენას მკაცრად გმობს თვითონ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც პირობა დადო, რომ ამერიკის ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია იპოვის და მიაგნებს ყველას, ვინც მისი თქმით აი ამ პოლიტიკურ ძალადობაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახალისებენ მსგავს აქტივისტებს. For years, those on the radical left წლების განმავლობაში რადიკალური მემარცხენეები ისეთ შესანიშნავ ამერიკელებს, როგორიცაა ჩარლი, ადარებდნენ ნაცისტებს და მსოფლიოში ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და დამნაშავეებს. ამ ტიპის რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში. მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას. ასევე მათ, ვინც დევნილს ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში. ტრამპმა ფაქტობრივად უკვე დაიწყო თავისი დაპირების შესრულება, რადგანაც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მასწავლებლები, მეხანძრეები, ასევე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც როგორც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, აქებენ, ამართლებენ ან დასცინიან კირკის მკვლელობას. მადლობა, ეს ნათია ჩეხერია იყო.